კირჩხიბო, როგორ ხარ? კეთილი იყოს შენი მობრძანება არხზე და შენს კითხვაში, კირჩხიბო. ჩვენ დაუკავშირდებით ჩვენს ენერგიებს ამ დღეებისთვის. შეგახსენებ, რომ ეს არის ზოგადი კითხვები, ამიტომ გთხოვ აიღო ის, რაც რეზონირებს შენთან, ხოლო რაც არა, გაუშვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინო შენი მთვარის და ასცენდენტის ნიშანი, რადგან ისინი უფრო მეტს გვიჩვენებენ, ვიდრე მოსალოდნელია. რა წერია შენთვის ვარსკვლავებში, კირჩხიბო? რა უნდა გითხრათ სამ? კარგი, სატურნი არის დიდი მასწავლებელი, ის არ არის უბრალოდ პლანეტა მასწავლებელი. ნახოთ, რას გვეუბნება სატურნი, დიდი მასწავლებელი. ამ მომენტში კირჩხიბო, აუცილებელია მიიღო პასუხისმგებლობა და ისწავლო გაკვეთილები. შრომის მოყვარეობა და დისციპლინა გაძლევს საშუალებას, მიაღწიო რაღაცის ოსტატობას. შეზღუდვები ზოგჯერ შემიღებული შესაძლებლობებია. ეს ასევე შეიძლება ეხებოდეს იმ კირჩხიბს, რომელიც თავს იმედგაცრუებულად გრძნობს იმის გამო, რასაც ხელში ატარებს. არა? ხედავს, რომ მუშაობს, აქვს სიმტკიცე და დისციპლინა თავს ძალას ატანს, ვითარდება, სწავლობს და ემზადება, მაგრამ ვერ აღწევს სრულყოფილების იმ ხარისხს, რომლისკენაც ისწრაფვის. კარგი, მე გეტყოდი, მოემზადე, რადგან მალე შენ საკუთარ მასწავლებელს გადაუსწრებ. დიახ, სასურველი იქნება თუ გამოიძიებ, ვისაც ეს აინტერესებს, რა თქმა უნდა, რა წონა აქვს სატურნს შენს ასტრალურ რუკაში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, რომ ეს არის რუკა, რომელიც ჰარმონიაშია სიბრძნესთან, სწავლასთან და ასევე იმ ფოკუსთან, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ საგნებზე, არა? რომ ჩვენ ვნახოთ რა გვჭირდება მივახციოთ, არა? მართლაც, თუ მე მინდა მივახციო იმ მატერიალურს, ემოციურს, ფიზიკურს, რაც არ უნდა იყოს, მე ყველაფერს ვდებ, ამაში მე ვდებ ყველაფერს, რაც ვიცი ამაში და გარდა ამისა მე ვარ მუდმივი ამ საქმეში, თუ ამას ვაკეთებ ისეთი ადგილიდან, რომელიც არ არის ვალდებული, რომელიც არ არის პასუხისმგებლიანი, რომ მე არ ვაკეთებ ყველაფერს, რაც ვიცი ან რაც ჩემს ძალებში შერო დღითი დღე ვიხვეწებოდე და გადავლახო ყველა გამოწვევა და განსაცდელი, რასაც ეს მაკეთებინებს. იმიტომ რომ ცდა შეცდომა ქმნის ოსტატობას. ამიტომაც თუ დღეს შენ გრძნობ შეზღუდვას, არა? და ის შეზღუდვა, რომელიც აღიქმება როგორც დაბრკოლება და ხელისშემშლელი ფაქტორი იწვევს იმას, რომ შენ კარგავ გულს და კარგავ ძაბს, კარგავ ფოკუსს, ეს გავს იმას, რომ არც შენ არ გადიხარ იმ გამოწვევას, იმ განსაცდელს, რომელზეც სატურნი გელაპარაკება, არა? რომელიც არის დიდი მასწავლებელი. ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ მხრივაც, ვაღიაროთ, რომ ნამდვილად შეგიძლია აიღო პასუხისმგებლობა რაღაცაზე, ისწავლო ეს გაკვეთილიც, რომელიც შეიძლება იყოს ცხოვრებისეული გაკვეთილი. და კარგი, რა თქმა უნდა, ჩვენზეა დამოკიდებული შევიცვალოთ და აღარ გავიმეოროთ ეს. რადგან რა თქმა უნდა, რაღაც მიზეზის გამო ვირჩევთ მას ისევ. არა, რაღაც მიზეზის გამო უბრუნდებით იმავე გამოცდილებას. ვნახოთ, რას გვეუბნებიან ახლა ანგელოზები. შეგახსენებ, კირჩხიბო, რომ ეს არის ყოველთვის ზოგადი კითხვები. შეიძლება ზოგჯერ გერგებოდეს, ზოგჯერ არა, მაგრამ ამის მიღმა შეიძლება კირჩხიბს დასჭირდეს თავისი პირადი კითხვა ჩემთან. და ეს პრობლემა არ არის, შეგიძლია დაჯავშნო ვებ-გვერდის საშუალებით. შენ ყოველთვის გაქვს ვიდეოში, შენს ვიდეოში, მაპატიე, გვერდის მისამართი, მაგრამ ასევე ჩამაგრებულ კომენტარში შენს ნიშანთან, რომელიც პირდაპირ მიიყვანს იქ, რათა შენ შეძლო კომფორტულად შეხვიდე და აირჩიო შენთვის სასურველი კითხვა, ისი თქმა უნდათ ანგელოზებს. კარგით, ასების ტულზი, სამყარო და ეტლის კარტი, რომელიც შენი არკანია. ძალიან ლამაზი ენერგიაა, კირჩხიბო, გილოცავ. იცი რა, სატურნმა შეიძლება დაგვაკავშიროს ემოციურ სწავლებასთან, არა? იმით თუ რა ვისწავლე კარგი, რა ვისწავლე ყველა იმ გამოცდილებაში, რაც მქონდა ემოციურ დონეზე, არა? რა ვისწავლე? როგორ შემიძლია გავახსნა სხვას? როგორ შემიძლია გავახსნა ახალს? იმიტომ რომ თავარ ანგელოზი რაფაელი გესტუმრება ახალი ემოციური დასაწყისით თქვენ ცხოვრებაში ადამიანის მოსვლით. ვინმე, ვისაც შესაძლოა არც ელოდები, ან ვინმე, ვიზეც ფიქრობ, რადგან ეს არის ახალი, იცი? მე ვერ ვხედავ სიტუაციას გარდა იმისა, თუ სატურნი მოიყვანს ადამიანს წარსულიდან, რათა დაინახოს, ხარ თუ არა მსუგალ აჩვენო ის, რაც ისწავლე, რაღაც გარკვეული გამოცდილებების საშუალებით, ან თუ გადალახე, არა, თუ გადალახე ეს განსაცდელები. მაგრამ გრძნობ, რომ ეს არის რაღაც სრულიად ახალი. ამიტომაც გველაპარაკება გულის გახსნის შესაძლებლობაზე, გველაპარაკება იმაზე, რაც შეიძლება იყოს დაკავშირება განსხვავებულ ემოციასთან, სიხარულთან, არა? იმაზე, რაც შეიძლება იყოს ახალი და დადებითი და ამაღელვებელი რომანტიკული ურთიერთობა, რომელიც შენთვის ამ მომენტში მეტისმეტად დამაკმაყოფილებელია. იმდენად, რომ ავსებს შენს ცხოვრებას, ავსებს შენს სამყაროს, ავსებს შენს რეალობას.
და ეს ასევე იწვევს იმას, რომ შენ შეძლო განვითარდე, გაფართოვდე, შექმნა რაღაც ახალი დახურო ციკლი, დახურო მარტოობის ციკლი, დახურო ნაკლოვანებების ციკლი და წინ წახვიდე რაღაცაზე. ასევე შეიძლება იყოს, რომ სამყარო და ეტლი გვეუბნებიან, რომ დიახ, შენ აჩვენებ შენ სწავლებას. შენ ასრულებ რაღაცას, რაც გავს მიზანთან მისვლას, არა ამ სიტუაციის დაპყრობას. დიახ, რომ შემიძლია ამის გაკეთება, დიახ, რომ გადავлахე ჩემი თავი, დიახ, რომ ვისწავლე, რომ მაქვს წინსვლის ნება. და რომ თუ დავინახავ რაიმე სიზნელეს, როგორც სატურნი მეუბნება, ვიცი რა უნდა გავაკეთო. ამიტომაც არის შენი პირველი არკანიც, რომელიც არის წინსვლის ნება იმის წინაშე. რაც შეიძლება იყოს უბედურება, დისციპლინით, განსაზღვრულობით და თვითკონტროლით. რადგან მე ვგრძნობ, რომ რაღაც ხელს უწყობს თქვენს სასიკეთოდ, რაღაც წინ მიდის თქვენს სასიკეთოდ და ეს არის პირადი აღიარება და ასევე სხვა ადამიანების მიერ აღიარება. მაგრამ ბევრი რამ მოძრაობს სიყვარული, მოძრაობს სიტუაციები შენს ცხოვრებაში და მოძრაობს ის, რაც შეიძლება იყოს თავად კირჩხიბი, რომელიც თან ახლავს ამ ყველაფერს. ახლა რა ხდება იმ კირჩხიბთან, რომელიც წყვილშია? რადგან შეიძლება შენ იყო ურთიერთობაში. მე ვგრძნობ, რომ თუ შენ ახლა ურთიერთობაში ხარ, საქმეები ასევე რადიკალურად იცვლება. რადგან მთავარანგელოზი რაფაელი ყოველთვის მოიტანს განკურნებას და გაგებას. და ეს გავს კარგი. ჩვენ ვაკეთებთ, ესე იგი ურთიერთობის ბალანს ვნახულობთ რა არის ნაკლოვანი, რადგან მე თავს ვგრძნობ ალბათ ისე, რომ ამ ურთიერთობაში წინსვლა არ არის, რომ ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას ვართ, რომ თავს არ უვლით, როგორც წყვილი. ეს შეიძლება იყოს ზოგიერთისთვის, რადგან ის ადამიანი კვლავ იკავებს მნიშვნელოვან ადგილს შენს ცხოვრებაში. იმ ადამიანსაც აქვს განზრახვა შეხედოს მომავალ შენთან ერთად. აქვს სურვილი. თითქოს თვითონაც გააქტიურდეს, რადგან შეიძლება ეს ურთიერთობა კვლავ გამოცოცხლდეს, არა? მე ამას ვგრძნობ, რომ ბევრ თქვენგანს აქვს ღრმა მოთხოვნილება, რომ ეს რაღაცნაირად კვლავ გახდეს ისეთი, როგორიც იყო. ასე რომ კარგი. არსებობს გაკვეთილები, რომლებიც შენ უნდა აჩვენო, რომ ისწავლე და ქცევები, რომლებიც უნდა შეწყვიტო, რათა რეალობები შეიცვალოს. ახლა თასების ტუზის კარტი ასევე შეიძლება იყოს შესანიშნავი, მაგრამ შესანიშნავი ამბავი, რომელიც მოდის მოგზაურობის თანხლებით, რომელიც მოდის საცხოვრებლის შეცვლის თანხლებით, რადგან ეს დაკავშირებულია სამყაროსთან, დაკავშირებულია ეტლთან. შეიძლება იყოს შესანიშნავი ამბავი, რომელიც მოდის გარედან, რომელიც მოდის საზღვარგარეთიდან, შენგან მოშორებით, რომელიც გაუწყებს მნიშვნელოვანი ადამიანის მოსვლას, რომელსაც კონკრეტული აზრი აქვს, არა, რომელიც ავსებს შენს ცხოვრებას და ავსებს შენს სამყაროს. როგორც არ უნდა იყოს სამყარო არის ციკლის დასასრული, არა, მაგრამ ასევე ეს არ არის ნებისმიერი ციკლი, ეს არის ციკლი, რომელიც ასრულებს სიტუაციას, რომელშიც შენ პოულობ ამ სიტუაციის დასრულების გზით პრობლემის დიდ გადაწყვეტას. ეს არ არის ნებისმიერი პრობლემა, ეს არის მთავარი პრობლემა. ამიტომ ამის გადაწყვეტით, რომელიც შეიძლება იყოს ეკონომიკური, რომელიც შეიძლება იყოს ურთიერთობის, რომელიც შეიძლება იყოს რაღაც სწავლასთან დაკავშირებული, რომელიც შეიძლება იყოს რაღაც წამოწყებასთან დაკავშირებული, რომელიც შეიძლება იყოს სახთან დაკავშირებული, მოგზაურობასთან დაკავშირებული. შენი ცხოვრება, რა თქმა უნდა, იცვლება შენი რეალობაც, შენი კონტექსტიც, ესე იგი და შენ იწყებ თავს კარგად გრძნობას, იწყებ თავის რეალიზებულად გრძნობას, იწყებ თავის ძალიან კომფორტულად გრძნობას იმ რეალობაში. და იმ კონტექსტში, სადაც ყოველთვის გინდოდა ყოფნა და იმ გზით და იმ ადამიანთან, ვისთანაც ყოველთვის გინდოდა ყოფნა. ასე რომ მე გეტყოდი, კირჩხიბო მოემზადე ცვლილებების გადაწყვეტის და ასევე სიყვარულის შთამბეჭდავი მოვლენებისთვის. ნახოთ, რას გვეუბნებიან კარტები. კარგი, მონეტების რაინდი. მონეტების რაინდი სიმტკიცე, პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომლებიც ნაყოფს იძლევა. იცი რომ ეს არის თხის რქა და თხის რქის მმართველი არის სატურნი. საკმაოდ ძლიერია, რადგან ეს დაკავშირებულია სარგებელთან, იმ სარგებელთან, რომელსაც კირჩხიბი იღებს ამ მომენტში მატერიალურ დონეზე იმის მეშვეობით, რაც თქვა პირველმა კარტმა. ეს არის პროგრესისკენ მიწვევა, ეს არის ამის გაგრძელებისკენ მიწვევა. სიმტკიცე შეიძლება იგრძნობოდეს, როგორც თითქოს უკვე არსებობს დაღლილობა, არა? ეს რუტინულია, დამთრგუნველია, მაგრამ იცი რომ გექნება დიდი ჯილდო. რა ძლიერია. მონეტების სამიანი კომპენსაციები იმის მეშვეობით, რაც არის თანამშრომლობა, გუნდური მუშაობა, სხვა ადამიანებთან მუშაობის სურვილის ჩვენება. კირჩხიბო, როგორ ხედავენ სხვა ადამიანები? შენ როგორ ფიქრობ, სხვა ადამიანები როგორ ხედავენ, ან როგორ გრძნობენ? მე იცი რას ვგრძნობ ამ კითხვაში.
არის ის, რომ ხედავენ როგორც შესანიშნავ თანამშრომელს, ხედავენ როგორც ადამიანს, რომელიც მზად არის ასწავლოს ის, რაც იცის, გაუზიაროს ცოდნა, გაუზიაროს გამოცდილება. და ეს ხდის შესაძლებელს, რომ შენ აქ შეძლო თავის გამოჩენა, რადგან შენ არ დგახარ იმ ადგილას, რაც არის ეგ ამ სიტუაციაში, შენ დგახარ იმ ადგილას, რაც არის თავმდაბლობა, სიბრძნე, ოსტატობა. ამიტომაც აქ გიხდიან დიდი ჯილდოთი მონეტების სამიანის მიხედვით, იმის გამო, რასაც შენ აკეთებ. იქნები ერთი ნაწილი მთლიანი არქიტექტურისა, რადგან ეს არის არქიტექტურული ნამუშევარი, ან იქნები არქიტექტორი და შენ მართავ სხვა ადამიანებს. როგორც არ უნდა იყოს დავალება, რომელსაც შენ ასრულებ შენთვის და სხვებისთვის, იქნებოდა სრულყოფილების დავალება, რომელიც დაგვირგვინდებოდა დიდი ჯილდოთი. კარგი, მონეტების რაინდი ასევე შეიძლება წარმოდგეს როგორც ვინმე, ვინც მოდის და თან მოაქვს ეს კარგი ამბავი, კარგი, აქ მაქვს ეს შენთვის. რა სიტყვით ამაზე ერთად ვიმუშავებთ. აქ მაქვს ეს პროექტი, აქ მაქვს ეს ფული, მოდი ჩავდოთ ინვესტიცია. აქ მაქვს ეს იდეა რა, ყოველთვის გააზიარე რაღაც გულუხობიდან და სიმდიდრიდან რაღაც კონკრეტული რაღაც ხელშესახები. შეიძლება იყოს გადაწყვეტა, რომელიც მოდის შენი თხოვნის საფუძველზე, შეიძლება იყოს სესხი, შეიძლება იყოს ვალის გადაწყვეტა, შეიძლება იყოს რაიმე სახის კონკრეტული გადაწყვეტის მიღების შემოთავაზება, რომელიც შენ გჭირდება. და ეს ამ კვირაში იწყებს გამოჩენას, ეს ყველაფერი ამ კვირაში ხდება. ასევე შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რაც ისეთივე დიდ განსხვავებას და უპირატესობას მოგცემს, როგორცაც ხმლების ტუზი გაძლევს, რადგან ხმლების ტუზი, როდესაც მას ხედავ, იფიქრე, რომ ის სიტუაცია, რომელიც დღეს დაბლოკილად გეჩვენება, არა და რომელიც არ გაძლევს საშუალებას. წინ წახვიდი ამ საკითხთან დაკავშირებით. სრულდება, რადგან ხმლების ტუზი არის ტრიუმფი განსაცდელზე, ეს არის ბლოკირების მოხსნა, ეს არის აბსოლუტური გონებრივი სიცხადე, რომელიც აქვს კირჩხიბს ამ მომენტში, რათა გადაწყვიტოს, რათა იმოქმედოს ძალიან ჭკვიანური და ზუსტი გონებით, რაც არ უნდა იყოს. მით უმეტეს თუ ძალიან ფხიზლად, ძალიან მახვილგონივრულად უნდა იყოს სამუშაო საკითხებში, თუ სამსახურზე აგზავნი განაცხადს, თუ გამოსცდა გაქვს ჩასაბარებელი, თუ უნდა მიიღო ადამიანები, რომლებიც რაიმეზე აგზავნიან განაცხადს, თუ პერსონალი უნდა დაიქირავო, თუ ვინმესთან უნდა ისაუბრო ბიზნესში შესათანხმებლად, თუ შენი ოსტატობის დემონსტრირება გიწევს. მოკლედ, ყველაფერი, რაც გონების დონიდან უნდა გააკეთო, გიზრდის გაძლიერების განცდას, მათ შორის მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღებისას. იყო გადამწყვეტი, იყო ძალიან მკაფიო და შეგეძლო საუბარიც. რადგან ზოგჯერ ხმლების ტუზი არის კარტი, რომელიც ძალიან გვაკავშირებს შენს გონებრივ სიცხადესთან. ცხადია, ჩვენ მკაფიოდ ვფიქრობთ, არა? დიახ, და რასაც გონებაში ვფიქრობთ, იმასე გამოხატავთ სიტყვებით. და სწორედ ეს ხდის შესაძლებელს, რომ მოვაგვაროთ რაიმე სახის გაუგებრობა ადამიანთან, თანამშრომელთან, ემოციურ დონეზე მნიშვნელოვან პიროვნებასთან, ნაცნობთან, მეგობართან, ვისთანაც არ უნდა იყოს. მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს უნარი ვიყოთ მკაფიო, ვიყოთ კონკრეტული და მივახციოთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს. ზოგჯერ ასევე შეიძლება იყოს, რომ ხმლების ტუზის და მონეტების რაინდის კომბინაცია ძალიან გვაკავშირებს ამ ადამიანის სიმართლესთან. ეს ადამიანი თავისთავად არის ჭეშმარიტი, არის გამჭვირვალე და არის ერთგული. მინდა გითხრა, რადგან ეს შეიძლება მოდიოდეს სამუშაო შეთავაზებასთან, ბიზნესთან, წამოწყებასთან, ან ფულთან ერთად, რაც არ უნდა იყოს. ასე რომ აქ არის ხმლების ტუზი. ყველაფერი, რაც ამ ადამიანისგან მოდის ნებისმიერ სფეროში, სამსახურში, პიროვნულ განვითარებაში, მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანს აქვს სწორი ხედვა, რომ ამ ადამიანს შეუძლია მოგიტანოს დიდი სიცხადე, რომ ამ ადამიანს შეუძლია გამოგიყვანოს ეჭვებიდან, შეუძლია გაგიქარწყოს გონებრივი წინააღმდეგობები, შეუძლია მოგცეს სიცხადე და ასევე დაგიხმაროს გადალახო ნებისმიერი სახის ბარიერი, რომელიც ხელს გიშლიდა რაღაცაზე მოქმედებაში. ასე რომ, არსებობს აბსოლუტური გამარჯვების შესაძლებლობა. არსებობს მნიშვნელოვანი მიღწევა. რადგან არის ეტლის კარტი და არის მონეტების სამიანი და არის გამარჯვება იმის წინაშე, რაც შეიძლება იყოს ის, რასაც დღეს კირჩხიბი განსაცდელად გრძნობს. ასე რომ, ეს არის მომენტი, როდესაც მე გხედავ ძალიან ანალიტიკური, ძალიან დაკვირვებული გონებით. აი იქ ხარ, იქ მოქმედებ ოსტატობის პოზიციიდან. ამიტომ ვფიქრობ, აქ ასევე შეძლებ გააცნობიერო თუ რა განზრახვები აქვთ ამ ადამიანებს, იქნება ეს ის, ვინც თასების ტუზის საშუალებით მოდის, თუ ის, ვინც მონეტების რაინდის საშუალებით, რადგან ეს არის ის ძალა, რომელსაც შენი ენერგია გაძლევს იმისთვის, რომ ყველაფერი ეჭქვეშ დააყენო.
ყველაფერი ეჭქვეშ დააყენო არა გონებრივი არეულობით, არამედ ეჭქვეშ დააყენო ყველაფერი ოსტატობის პოზიციიდან, იცოდე როგორ გამიჯნოს სიმართლე არასიმართლისგან და შეძლო გაარჩიო ის, რაც გჭირდება, იმისგან, რაც არ გჭირდება, რადგან უფრო მახვილგონივრულად გესმის ყველა საგანი, ყველა იდეა თუ რომელი იდეებია გამოსადეგი და რომელი არა. ის, რაც შეიძლება აისახოს ამ მონეტების სამიანში, წარმოადგენს მომენტს, როდესაც აანალიზებ და ფიქრობ და თითქოს განსაზღვრო მიმართულებას, რადგან ეტლის კარტი გაქვს. მაშინ სადამე შეიძლება ისიც მოხდეს, რომ საგნებს სხვაგვარად იკვლევდე, არა მხოლოდ სწავლისთვის, არამედ იმიტომ, რომ გსურს ისეთი რამის გაკეთება, რასაც გარკვეული სანდოობა ან ავტორიტეტი გააჩნია. არა, კარგი, მე ამას გავაკეთებ, მაგრამ მე ამაზე ვეყრდნობი, გესმის, რაც არის ჭეშმარიტი, რაც არის ობიექტური, არა, მე მაქვს მიზანი, არა, ასე რომ მიზანი, რომელიც მე მაქვს, არის რაღაცის მიღწევა, არის მიზანთან მისვლა. ამიტომ ყველაფერი საიმედო უნდა იყოს, ყველაფერი ჭეშმარიტი უნდა იყოს, უნდა მქონდეს რთული პრობლემების გადაჭრის და ასევე ნებისმიერ სფეროში გაუმჯობესების მიღწევის შესაძლებლობა. ამიტომ გაქვს ეტლის კარტი და გაქვს ხმლების ტუზი და გაქვს მონეტების სამიანი. გრძნობ, რომ ბევრი თქვენგანი ასევე პასუხისმგებელი ადამიანებზე, რომლებიც გარკვეულწილად თქვენს ცოდნაზე არიან დამოკიდებულნი. თქვენ გინდათ ყველაფერი შესანიშნავად გააკეთოთ. ასე რომ, როგორც არ უნდა იყოს, შენ გაქვს ტრიუმფი ამ ყველაფერზე. შენ გაქვს ტრიუმფი გულწრფელ საუბარში და გადაწყვეტილებაში, რომელიც შეიძლება რთულად აღიქმებოდეს და განახლებაში იმ ურთიერთობაში, რაც შეიძლება ყოფილიყო. ასევე იმიტომ, რომ საკითხისადმი განსხვავებული პერსპექტივა მიიღება. თითქოს შენს მოქმედებს სიმართლიდან გამომდინარე და ეს ძალიან დასაფასებელია. მე ვარ მთავარანგელოზი ჯოფილ, შენი გონების მცველი. მოვედი, რომ წესრიგი დაამყარო შენს ცხოვრებაში, ასე ამბობს ის. მე მოგიტანე შენი სულიერი სიმშვიდე და წესრიგი. სილამაზე ყველაფერს, რაც შენს გარშემოა, ყველაფერს, რაც შენს სამყაროშია. ჩემი ყოფნა მოუტანს წონასწორობას, შენს ცხოვრებას და ჰარმონიას, მაშინაც კი თუ ამ მომენტში გრძნობ, რომ ქაოსის მომენტია. მიუხედავად იმისა, რომ თავს ამ არეულობაში გრძნობ, შეგიძლია შექმნა მშვიდობის და სიცხადის სივრცე. თხოვ, მომიხმო, რათა სილამაზე შემოვიტანო შენს ცხოვრებაში, რადგან ჩვენ შევქმნით ლამაზ, ძალიან ლამაზ ადგილს შენთვის. ასე რომ, გთხოვ, მენდო და დაისვენო, რადგან ეს არის ის, რაც თქვენთვის მოდის.